დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს გიორგი გახარია პასუხობს. საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე პრემიერ-მინისტრობის დროს გახარიას საქმიანობას. გიორგი გახარია კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა და ცდილობდა კონკრეტული კითხვებისთვის ზოგადი პასუხი გაეცა. კომისიის წევრებმა ის რამდენჯერმე ტყუილში ამხილეს. მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ესენი არიან ცავა და სხვა საქართველოს მოქალაქეები, ვინც 20 ივნის დაზიანდა, არაერთი მათგანი მძიმედ შტურმის მოგერიებისას, მათ იჩივლეს სტრასბურგის სასამართლოში და დადგა გადაწყვეტილებაც, სადაც არაერთ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო გამტყუნდა ამ მოქალაქეების პირისპირ დავაში. პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი მიმდინარეობდა, ეს შტურმი იყო მოსაგერიებელი და სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავი. ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა შტურმი მოგერიებული. დავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნის პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება და მესმის ძალიან კარგად, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ცავა და სხვების საქმესთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ხა ჩამოთვალეთ. სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა შემდეგი რამ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნის მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. დაგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნის და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ის რომ ცავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახლდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო. ესეც არის ტყვილი. პირდაპირ წერია, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი. ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. ანუ ვუბრუნდები ჩემ შესავალ სიტყვას, შესაბამისად. ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მმართველი პარტია თქვენთან ერთად მაშინ ხედავდით და ვამბობდით, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე და რომ დასაცავი იყო საზოგადოებრივი წესრიგი. მე პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. სტრასბურგმა თქვა რეალობა და ის, რასაც თქვენც იძახდით, როცა იყავით მინისტრი. ეს მეორე. მესამე. თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თანმოხვედით პარლამენტში, რომელსაც იძახით, რომ არ აღიარეთ, მოდით თქვენ-თქვენაზე დარჩით, ჩვენ-ჩვენაზე დავრჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არ აღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების
გაგებს პრობლემები გაქვთ. თავს ნოარიდებთ კითხვებზე პასუხს. აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. ბრძანება, რომელიც გამოიცა, ხო, როგორც წესი გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ ბრძანება, როცა საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის ან აღდგენა ან დაცვა. თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით, რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები ეს რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ბრძანება იყო გამოცემული, ეს იყო სპეციალური გეგმა, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ხელს აწვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები. ამ გეგმასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი, ზოგი გამოვიდა გეგმის ფარგლებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა ან წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებას. მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე? მე რომ ცოდნო და ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმე გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობდი. შესაბამისად, სხვას თქვენ ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუწია. შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი. ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი? მე არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი. გასაგებია. თქვენ რათან მიმდევრობით გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები, რომლებზეც თქვენ გაეცით ბრძანება? ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდგომ წყლის ჭავლი. ტყვიები რა მომენტში იქნა გამოყენებული? როგორც მახსოვს, ეს მოხდა სადღაც შუაში. ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის. დიახ. გასაგებია. თქვენ ამ დროს სად იმყოფებოდით? ოპერაციის მართვისას სამინისტროდან მართავდით თუ პარლამენტში? ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდგომ პარლამენტში. თქვენს გარემოცვაში იმ დროს პარლამენტში ვინ იმყოფებოდა? საბანაძე, შენობაში იმყოფებოდა ბორცვაძე, დანარჩენები არ მახსოვს ვინ იყო კიდე. ტყვიების გამოყენების ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და არც ისიცით ბრძანება არსებობდა თუ არა და ადგილზე ხომ არ მიიღო კონკრეტულმა სპეც დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელმა ასეთი გადაწყვეტილება, რომ თქვენ ამის შესახებ არ იცით, მაგრამ ეს ტყვიები გამოყენებული რომ მე ეს არ ვთქვამს. მე ვთქვი, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ. დანარჩენი ყველაფერი თქვენ რაც თქვით ახლა თქვენი ინტერპრეტაცია, რაც შეეხება გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვით მოგერიების კონტექსტში გამოყენებული ტყვიები. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელები თუ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იქნებოდნენ ჯებირის მიღმა და არა ჯებირის წინ. თქვენ როგორ თვლით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ შემთხვევაში? ეს ერთი. მე ვიცი ასეთი რამე, რომ როდესაც აღარ იყო უკვე ეს რეზინის ტყვიები საწყობიდან, ეგრეთ წოდებული საწყობიდან, მოიხმარეს იმ თანამშრომლებმა
ვანო მერაბიშვილის დროინდელი შემოტანილი ისეთი ტონის ეს რეზინის წვრები, რომელიც იყო ძალიან მკვრივი და იმიტომაც ყავდა ამდენი დაზარალებული. თუ იცოდით ამის შესახებ. ტყვიები სად ინახება, როდის ინახება, რა ფორმის არის და რანაირი არის, ამაზე პასუხს აგებს შესაბამისი ადამიანები. ამ შენობაში მე მაშინ რო არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. რაზეც არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევ. მე აქ ხო რაღაც ავს არ ვიმართლებ და არ ვამბობ, რომ ეს კომისია იქნებოდა ნაცების კომისია და თქვენ ყველანი იჯდებოდით აი აქ ჩემთან ერთად ამ ხარეს. თქვენ თუ მიუთითებთ იმ ხარვეზზე, რომ წყლის ჭარბლის ირგვლივ კოლოფის შეკვრა დროში გაჭიანურდა, ასეთ დასმულ კითხვას მე მივიღებ და გიპასუხებთ, რომ წყლის ჭავლის კოლოფის შეკვრა უფრო სწრაფად რომ მომხდარიყო, შესაძლებელია ბევრი რაღაცა სხვანაირად წასვლას. ეს არის და ეს. მარტო კითხვებზე არ პასუხი არ არის დასჯადი. ურთიერთგამომრიცხავი პასუხებით დასჯადი ეს ისე რომ იცოდეთ. რაც 20 ივნისს ხდებოდა. იყავით თუ არა უშუალოდ პასუხისგებელი ამ ყველაფერს. მეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაც ბუქსაობთ რა. ბუქსაობთ თუ არ ბუქსაობთ, ამას მე გადავწყვეტ. ჩვენ დაგვჭირდება საღამომდე დრო, ვისხდებით აქ საღამომდე. ჩვენ არ სად არ გვეჩქარება და თქვენ მithumetes სად უნდა გეჩქარებოდეთ. გააგრძელეთ. ნაცები ახსენეთ ეხლა და შოუს მოწყობები ხო კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ, კვაშაძეები და სხვები. ნუ დაემსგავსებით, თლად ხავეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბევრჯერ მithქვამს, რომ პოლიტიკური პასუხებლობა ყველაფერზე იმაზე რაც ხდებოდა იმ ღამეს, ეს არის ჩემი პასუხებლობა და მე ამას ვატარებ. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხებას, ეს არის გამოძიების საკითხი, რომელმაც უნდა დაადგინოს და სამართლებრივ პასუხება არის სამართლებრივ. თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე ითავხედეს, ასე ვთქვათ და თვალები დათხარეს ვიღაცებს. თქვენ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს ინტერვიუებში ყველგან ამბობთ, რომ მე გავეცი ეს ბრძანებაო და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. თქვენ ქალბატონ ჟურნალისტ გრიგოლიასთან ბრძანებთ ეგეთ რამეს, რომ რა თქმა უნდა მე გავეცი ბრძანება, თქვენი სიტყვებია, ციტირებ. გრიგოლიას კიდევ ერთ კითხვაზე, თქვენ გაეცით ბრძანება, ის გეკითხებათ, იმ საშინელი ტყვიების გამოყენებაზე? გახარიას, ანუ თქვენი ბატონი გიორგი გახარიას პასუხი. მე მესმის თქვენი სიტყვა საშინელი, თქვენთვის მისაღებია. ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ ის ტყვია არის არალეტარული და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის გამოსაყენებლად. ბატონ გიორგი, მოდით რა, ისე ნუიზავთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემს. ვინც გვიყურებს, რომ აი ბრძანება არის, ეს არის გეგმა და უამრავი ფურცელი არის ცარიელი. მაგალითად, მონაწილე პირების სახმისები, ღონისძიებაში მონაწილე ხელმძღვანელი პირების სახმისები, ცარიელი ფურცლებია. ეს ბრძანება მიჩენს მეჯს, რომ ex-post facto არის გაფორმებული ალბათ და მერე დაიწერა სპეციალური საშუალებები, წყალსარტყორცნი მანქანა 2, ჯავშან მანქანა კობრა 2, Land Rover-ი ხმის გამაძლიერებლით 2, სახანძრო მანქანა 2. არსა და აქ არ არის გათვალისწინებული, რომ ტყვიები საერთოდ იქ უნდა ყოფილიყო. ამას ბრძანება არ ჭირდება, როდესაც იყენებენ თვით მოგერიების რეჟიმში. სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაგა გომურის ამოთხრილი თვალი. ახსენებთ, გამოგეძიებინათ. თქვენ ვეიყავით პრემიერ-მინისტრი 2021 წლის თებერვლამდე. ამიტომ მე მაგ კითხვა ხომ არ ახდენდით ზეწოლას პროკურატურაზე, რომ ამ საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? არა. არც თქვენი რომელიმე თანამშრომელი მთავრობის ადმინისტრაციაში, ან თქვენი ყოფილი მოადგილეები, რომლებიც მონაწილეობდნენ შტურმის მოგერიებაში და შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
ისინი ხომ არ იყვნენ ჩართულნი გამოძიების ამა თუ იმ მიმართულებით წაყვანაში. არა. ესე იგი თქვენ იყავით მას მერე წელიწად ნახევარი პრემიერ-მინისტრი, არ შეგაწუხათ იმან, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა თუ არ დაადგინა ჭეშმარიტება, მაგრამ ეხლა ხართ ამით შეწუხებული, გასაგებია. არ გიფიქრიათ, რომ ინტერესთა კონფლიქტი გააქვთ? რის ინტერესთა კონფლიქტი მაქვს? მაშინ ჩემი ადგილი იყავით. რა ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება მქონდეს მე ყოფილ იუსტიციის მინისტრ 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით? ყოფილ იუსტიციის მინისტრ მთავრობაში, რომლის თავმჯდომარეც ვიყავი მე. ვიყავი თუ არა პარლამენტის შენობაში თქვენთან ერთად იმ ღამეს, როცა თქვენ შტურმს იგებდით? არა, თქვენ საქართველოში არ იყავით მაშინ. საქართველოში არ ვიყავი, რა კარგად გხსომებიათ. შესაბამისად, რა ტიპის ინტერესთა კონფლიქტია საუბარი? თქვენ მაშინ იუსტიციის მინისტრი იყავით და ალბათ უფრო ბევრად მეტი კვეთა გექნებოდათ გენერალურ პროკურატურას. ეს არის მართლაც ტყვილი, რომ დაგიბრუნოთ თქვენი სიტყვა, იმიტომ რომ ეს ის დროა ჯერ კიდევ 2013 წლის მაისიდან, როცა კანონში ჩაიწერა, რომ იუსტიციის მინისტრს არანაირი შეხება არც აქვს და არც უნდა გქონდეს. ეკრძალება პროკურატურა გავიდა გახდა დამოუკიდებელი. სამაგიეროდ პროკურატურა დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ იყავით. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრს ვერავითარი ბერკეტი ვერ ექნებოდა პროკურატურაზე, მაგრამ თქვენ ნამდვილად გქონდათ ყველანაირი ბერკეტი, რომ მან დაგეჩქარებინათ გამოძიება, ან ხელი შეგეშალათ მისთვის. ვის მიმართეთ და ვინ გითხრათ დახმარებაზე უარი თუ ასეთი იყო? რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის ძალოვანი უწყებები, 20 ივნისის ღამის ღონისძიებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ჩართული იყო. მარწერია მაშინ ეს ბრძანებაში. სადაც რაციაში სახმისებს რო ვეძახით, რამდენიმე ფურცელი არის ცარიელი. სახმისების ფურცელი რატოა მნიშვნელოვანი, რომ მე აქ კი არ შეგეკითხებოდით რაციაში ვიყავდათ ჩართული მეთქი. აქ იქნებოდა ჩამოწერილი, რომ მაგალითად სახმისში სუსის უფროსი ვახტანგ გომელაურს მინიჭებული აქვს ნომერი 7. ნომერი 7, აბა ეს მითხარი და რაღაცას გეტყოდათ. იყო ასე ჩართული. სუსის უფროს ვახტანგ გომელაურს ჰქონდა თავისი კომპეტენცია, თავისი უფლება მოსილებები, რომლითაც სრულად იყო ჩართული და უზრუნველყოფდა ინფორმაციულ უზრუნველყოფას. იყო ჩართული. ტელეფონით გიკავშირდებოდა. ტელეფონით ვიკავშირდებოდა, დიახ. მე შესაბამისი ხებები, ჩემს მოადგილეებს, სუსის არ მოადგილეები. გაიხსენებთ, რაც სუსმა მოგცათ და გაიგეთ. ძალიან ბევრი რჩევა, რომლებიც ყველა გათვალისწინებული იყო. ეხლა ესე არ მახსოვს. ხო, მე ახლა თქვენ იმდენჯერ თქვით, სხვებს დააბრალეთ, ტყილს იძახითო. ასე რბილად ვიტყვი, რომ მე მგონი თქვენ ტყუით, ბატონო გიორგი, სწორედ იმ ჩემი ვიცე-პრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა სამწუხაროდ, მაკო გომური სამწუხაროდ და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არც ერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება. რკინის კედელი არ იდგაო, რო იძახით. ეს რკინის კედელი ციდან ხო არ დაეშვებოდა, ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი. სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე, თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ, რომელ ფურცელზე, ჩაწერილი, რომ ისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. ღობე რკინის იყო ჯებირი ნამდვილად, რომ არ იყო საკმარისი, მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან იუსტიციის მინისტრი იღლიაში იმას, რა ქვია, რკინის კედლებს, მოგეტანათ რკინის კედლები. არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი და სავარძელში არ ჩაგესვათ. და დამთავრდებოდა ყველაფერი. ნუ გაურბიხართ პრობლემას. არაფერს არ გაურბივარ. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს გიორგი გახარიამ უპასუხა. საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს. არსებობდა თუ არა წინასწარ შედგენილი გეგმა, როგორ უნდა ემოქმედათ სამართალდამცველებს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა და ვინ გასცა ბრძანება აქციის აგრესიულად დაშლის შესახებ. ეს არის ნაწილი იმ შეკითხვებისა, რომლებიც დღეს კომისიის წევრებმა დასვეს. სადაც თქვენ ბრძანებებს გასცემდით, იქ მაინც გახსოვებათ ვინ იყვნენ თქვენთან ერთად, მუდმივად გაუსვლელად იქიდან. გახსოვთ? არა, თუ გახსოვთ, ვინ იყო თქვენთან ერთად ოთახში. ნინო ლომჯარია იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა ახსოვდეს რა ბრძანებებს გასცემდით. მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა თქვენც ხიყავით? რა ბრძანებებს გასცემდით. დიახ, ვიყავი და გაგახსენებთ. ძალიან კარგი. ბრძანებას გაგახსენებთ. თქვენი დიდი ვინმეა ლომჯარია? აი მას ისე დიდი ვინმე თუ არა, თქვენ ოთახში რა უნდათ, კაცო? თქვენ ოთახში რა უნდა ლომჯარიას ნაცების წარმომადგენლებს? სახალხო დაცველი უნდა ყოფილიყო გამზირზე და დაეცვა მოქალაქეების უფლებები და აღენუ
ნუსხა ყველა დაზიანება. მე გითხარით რომ არ მახსოვს მეთქი იყო თუ არა ლომჯარია. შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო. ძალიან ესე სერიოზული ამნეზია დაგმართიათ, მაგრამ იმედი მაქვს ქალბატონ ლომჯარიას და მის მოადგილეს ბატონ ბურჯანაძეს ესეთი ამნეზია არ აქვს და თუ არ აქვს, მაშინ ისინი გაიხსენებენ რომ როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ აქციის დაშლა, მე პირადად გითხარით თქვენ, გიორგი, ოღონდ ის მე ნანახი მაქვს ჩემი თვალით. რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას. სრულიად საკმარისი ძალა არის იმისთვის, რომ გაზით, თქვა წყლის ჭავლით თუ ამის გამოყენება აუცილებელია დავშალოთ. რეზინის ტყვიები არ გავარდეს. თქვენ ბრძანება გაეცით დაშლის. კი არ გითქვიათ, რომ რეზინის ტყვია გავარდეს. უბრალოდ საერთოდ არ გიხსენებიათ რამე კონკრეტ. დაშალეთ და რადგანაც დაშლის ბრძანება იყო გაცემული, იქ იგულისხმებოდა ავტომატურად როგორც ჩანს ესეც ასე იქნებოდით შეთანხმებული. მე მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში რა უბედურება ტრიალებ და შემოვედი თქვენთან და გითხარით რომ გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა. იმიტომ რომ უბედურება ტრიალებს. თქვენი ცინიკური პასუხი იყო სრულიად ცინიკური, რომ რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო. ნახეთ რომ ხალხია დასახიჩრებული. რატომ არ გადადექით? ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. კობახიძე მაიღო სრული პასუხისმგებლობა. კობახიძე ამ დროს არ იყო საქართველოში. ირაკლი კობახიძე ამ დროს იმყოფებოდა უცხოეთში. მე არ მინდა ახლა შევცდე და მგონი ბაქოში. თვითონ არც მასპინძელი იყო. არც ადგილზე იმყოფებოდა. კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი ვინც არ გადადგა იყავით თქვენ და დღეს გვიყიჟინებთ რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იქნება ამიხსნათ ეს რა არის. თქვენ ხომ არ გახსოვთ პირველი პოლიციელის გატაცება რომელ საათზე მოხდა? ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე მოხდა, მაგრამ ეს იყო განგაზობითი პროცესი, რომელიც აქციის მოგვიანებით დაიწყო. დრო ზუსტად არ მახსოვს. ჩვენებების მიხედვით პირველი პოლიციელი მაშინ გაიტაცეს, ასე რომ ვთქვათ, 10 რომ აკდა 15 წუთი. რომელ საათზე განხორციელდა ეგრეთ რომელ საათზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა და კოლოფი? დიახ, აბსოლუტურად სწორი ხართ. კოლოფის გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება არ შეიძლება, მაღალი რისკის შემცველია, ეს კოლოფი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისად. ამ კოლოფის აღჭურვას სჭირდება გარკვეული დრო და პროცესი და მთელი შეუსაბამობა, რასაც ახლა ამაზე ვისაუბრეთ თქვენ უკვე და მე გიგიპასუხეთ. მთელი შეუსაბამობა, გადახრა, გეგმასა და ამ შორის არის აი ამ დროში სხვაობა. ამას მე გიდასტურებთ. სწორედ მე ამას გიდასტურებთ, კი ბატონო. მადმივდივარ რომ კოლოფი თავისი წყლის ჭავლით გამოჩნდა უკვე, როდესაც პირველ საკდა 15 წუთი. სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მოხდა პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის. და ეს იყო არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება და არასწორი მენეჯმენტის ბრალი. აი ეს იყო თავი და ბოლო საზოგადოებამ რო იცოდეს პარლამენტში გადაწყვეტილება სად იყო მიღებული? საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი პირველი ვიცე-სპიკერი, რომელიც ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, ესწრებოდა და მწვანე შუქი აუნთო ამ ღონისძიების ჩატარებას. წერტილი. მე არ ვიცი ვირას ესწრებოდა, მე ვიცი რომ მე ხვეწებოდა. მე გეუბნებით, მე ვამბობ იმას, რაც მე ვიცი. ბატონო გიორგი, არ გამოგივათ ახლა ესე. არ გამოგივათ რა არის ეს? მე არ ვიცი ვირას ესწრებოდა, რას ნიშნავს. მე არ ვიცი ხა თქვენ რასაც ამბობთ. მე არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. გეთანხმებით. მე ვიცი ვინ მირეკავდა მე და მთხოვდა ამ კაცის შემოშვებას. მე ვიცი ვინ მირეკავდა. მე ვიცი. შიგნით გაძლიერდნენ, ასევე გარედან დაიწყეს შტურმი და მიზანი იყო ამ ორი ძალის შენობაში შეერთება. ამით აიხსნება ის, რომ ნაციონალური მოძრაობით, თქვენ როგორც ბრძანებთ, გატენილი იყო შენობა. ქართული ოცნება არ გეგმავდა ამ შტურმს და არეულობას და რა თქმა უნდა ქართული ოცნების დეპუტატები არ იქნებოდნენ გვიანღამით პარლამენტში, ანუ სამსკურში. მე მაგალითად ვერ ვიგებ, რატომ ურეკავდით ქართული ოცნების დეპუტატებს და მოყავდათ, იმიტომ რომ მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილიყავი, პირიქით ვიტყოდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოდით და ვინც ხართ დატოვეთ, იმიტომ რომ შტურმი რო რეალიზებული ყოფილიყო, მაშინ პირველი
მსხვერპლი ამ ყველაფრის იქნებოდა სწორედ ქართული ოცნების დეპუტატი. ამიტომ მათი მოყვანა თქვენ რაში გჭირდებოდათ, ამით იმაგრებდით თავს თუ მერე კიდე მოკლედ ეს მე მგონია რომ შეცდომა იყო. შენობაში რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა, გჭირდებოდა იქ ვიღაცის ოთახში შევდიოდით, ვიღაცის ოთახში გჭირდებოდა და ამისთვის მივიღეთ ასეთი რეალობა, რომ ვიღაცამ თქვენი ბრძანების გარეშე თითქოს და გაბედა ამ ტყვიების გამოყენება და შემდეგ თქვენ სამინისტროში რომ იბრუნდით, დაინტერესდით თუ არა საკითხით, ვინ როგორ გამოიყენა და რა პირობებში ეს ტყვიები რატო აღმოჩნდა იქ, რატომ აღმოჩნდა ის ტყვიები, რომლებიც იმ დროისთვის განკუთვნილი არ იყო და მერაბიშვილის მინისტრობისას იყო თურმე ნაყიდი და ისიც კი აღარ იყენებდა, იმდენად მკვრივი იყო. თქვენ ეხლა მე თქვენ მორალურ ვიპასუხებთ მე მორალურ კითხვას მისვამთ იმ შემთხვევასთან შედარებით, ადამიანთან შედარებით, ან ხალხთან შედარებით, რომლებიც მშვიდობიან აქციას. არავით არ მშვიდობიანობასთან არ გვაქვს საქმე. შტურმი იყო? შტურმი იყო? ძალადობა. ერთი წუთი. ქალბატონო თავმჯდომარე, თქვენ ადარებთ 20 ივნისის შტურმს იმას, რაც ეხლა ხდებოდა? ძალადობრივი აქცია. ძალადობრივი აქცია. მარტივი კითხვა დაგისვით. ორივე ძალადობრივი აქცია და გეკითხებით. იგივე შედეგით რომ დამთავრებულიყო შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა. დღეს ხო თქვენ გარეთ გახართ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. აქცია როცა ეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადასაწყვეტი. თქვენ მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინეთ, ესაუბრეთ ამის შესახებ და აუხსენით თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბიძინა ივანიშვილს, ადასტურებთ ამას. ბევრ ინტერვიუში თქვით ამის შესახებ. არ მახსოვს ეს რო სადმე მეთქვას, არ მახსოვს. თქვენ რო გამობრძანდით, თქვით ასეთი რამ ჟურნალისტებთან. გეტყვით ახლა ამას. რომ მეორე დღეს დრო არ მახსოვს, მე არ მქონია მასთან კომუნიკაცია, მაგრამ შემდეგ დამირეკა მეორე დღეს და ავხსენი რა მოხდა იმ ღამეს, განაცხადა გიორგი გახარია. აი ეს, ეხლა თქვენ ამბობთ რომ არ გახსოვთ? თქვენ არ გახსოვთ? ივანიშვილს იცავთ? მე ვიცავ სიმართლეს და აქედან გამომდინარე, დიახ, ბატონი ივანიშვილი იცავს სიმართლეს და ამ ქვეყნის ღირსებას და ეს მოგწონთ თუ არა თქვენ? პასუხი ხო ეს გაინტერესებდათ და პასუხი არის ეს. და თქვენ როდესაც, ბატონ გიორგი, ნახეთ, თქვენ როდესაც ცვალო, როდესაც საგუშაგოს თქვით, საგუშაგომდე შესაძლებელი იყო თუ არა სხვა რამე პრევენციული ღონისძიებების გატარება. ისეთი როგორც იყო სიტყვაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, IOM-თან, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ჩვენ შეგვეძლო თუ არა რომ საგუშაგოს ნაცვლად გაგვეძლიერებინა იქ ჩვენი ეკედედეს თანამშრომლების პატრულირება. ეს ერთი. მეორე, თქვენ მაშინ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი. ვისთან იყო შეთანხმებული რომ ეს საგუშაგო იქ უნდა აღმართულიყო? იყო თუ არა ეს შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, იყო თუ არა შეთანხმებული მაშინ პრემიერთან და სხვა მთავრობის წარმომადგენელთან. ეგ მეორე. იმიტომ რომ მე გეტყვით რა გამოიწვია და დღეს რა შედეგი გვაქვს. დღეს შედეგი ის გვაქვს რომ ერთი საგუშაგოს ნაცვლად მივიღეთ იქიდან 5 საგუშაგო, აქედან 3 გარკვეულ სიმაღლეებზე არსებობს. მაშინ იმ დროს მოყვა დაძაბულობა იმ დონეზე, რომ ოსებმა, სეპარატისტულმა რეჟიმმა სათყოფნაში მოიყვანა თავისი საჯარისო ფორმირებები და გავიარეთ ომის ზღვარზე. ამას მოყვა ის, რომ ახალგორში ააგეს ახალი პოსტები. ეს ყველაფერი ამ საგუშაგოს გახსნა ისევე როგორც იქ გზის გაყვანა, რომელიც თქვენც ამბობთ რომ აუცილებელი იყო. მე მესმის ბატონო ალეკო რომ თქვენ ახლა არ ბილებთ იქ, რომ იქ ხეზე რამოდენიმე მონიშნა არის. არ იყო იქ ხეზე რამოდენიმე მონიშნა. ოდის ვიხდი და რას თქვენ თქვით? მე დანამდვილებით ვიცი, იქიდან არც ერთი გატაცება არ ყოფილა. რასაც თქვენ ამბობთ, იყო შეჩერება და დააბრუნეს უკან. გაცილები არ ყოფილა. ზუსტად ვიცი და ეს პერიოდი შევისწავლე. მეც უცად მახსოვს რომ იყო დაკავებები იყო, გატაცება არ მithქვამს. გატაცება არ იყო, დაკავება იყო. კი, დაკავება იყო და ესე იგი, ხაშურის მუნიციპალიტეტში არის სოფელი ჩორჩანა, ჩორჩანასთან არის გეთანხმებით ტყის მასივი
და სანამ თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღებდით გადაწყვეტილებას ოკუპაციის ხაზთან საგუშაგოს განთავსებაზე, მაშინ როდესაც იმ ტყის მასივში გარდა მონიშნებისა, რასაც სეპარატისტები აკეთებდნენ, რაიმე ტიპის საგუშაგო, რასაც ქვია, არც ჩვენი მხრიდან, არც მათი მხრიდან არ იყო. ასეა? იყო მონიშნები და სურდათ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. აქამდე ხომ ვთანხმდებით ფაქტებზე? ქალბატონ თავმჯდომარე. ამ პერიოდში, რომელსაც თქვენ ახლა ამბობთ, მანამდე რა ხდებოდა? მანამდე სეპარატისტული ძალები მაგ ტყეში საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ. მაგრამ იმაზე თუ ვთანხმდებით, რომ მათი მხრიდან სანამ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადმოიდგმებოდა, ანუ ის რისკები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მატერიალიზდებოდა, მანამდე საგუშაგოები იქ არავისი არ იყო ტყეში. ზუსტად იმიტომ, რომ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადმოდგმა იწყებოდა დასწრების პრინციპით, გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ, გავყვანეთ ის გზა. მაგრამ ძალიან რთულია ამდენი ტყილის მოსვენა, მართლაც რომ ტყილის.